been spending most their lives living in a gangster's paradise. Been spending most their lives living in a gangster. პირველი სიმღერა, რომელიც მოისმინეთ, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქულიოს განგსტერების სამოთხეა, 50-იანი წლების ბლუზის სტილში. თუმცა მელოდია და ტექსტიც სრულად არის შენარჩუნებული. მსგავსი ბლუზის ქავერები ახლა YouTube სივრცეში საკმაოდ პოპულარული და ნახვადია. რაც შეეხება მეორე ქართულ სიმღერას, ეს გახლავთ იოსებ გრიშაშვილის ლექსი სამშობლოსადმი. ორივე სიმღერა შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და თანაც სრულიად უფასოდ. სავარაუდოდ ყველამ იფიქრეთ, რომ ამ სიმღერებისთვის გამოვიყენე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლატფორმა Suno AI. თუმცა ეს ასე არ არის. როგორ გავაკეთე ეს სიმღერები AI-ს დახმარებით და თანაც უფასოდ, ამას ვიდეოში ნახავთ. მანამდე გთხოვთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და ასევე გამომყევით TikTok-სა და Instagram-ზე, სადაც თითქმის ყოველდღიურად გთავაზობთ მოკლე ვიდეოებს AI-ის შესახებ. გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი, ეს არის Geo AI-ის YouTube არხი. ამ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ უნდა შექმნათ ქართული AI სიმღერები და ასევე ცნობილი და პოპულარული სიმღერების ქავერები ბლუზის სტილში, რაც არის საკმაოდ პოპულარული და გატრენდილი ამ ეტაპზე YouTube სივრცეში და მსგავსი სიმღერები მილიონობით ნახვას აგროვებენ. დღევანდელ ვიდეოში გამოვიყენეთ პლატფორმას, რომელსაც ეწოდება Tune AI. ამ პლატფორმაზე შეგიძლიათ შექმნათ მუსიკა, ინსტრუმენტალი, ასევე სიმღერა, ასევე შეგიძლიათ შექმნათ ცნობილი სიმღერების ქავერები, ან შეიძლება გქონდეთ მუსიკა და გინოდეთ ამ მუსიკაზე სიმღერის შექმნა, ანუ ვოკალის დამატება, ესეც შესაძლებელია, მოკლედ Tune AI-ის საშუალებით. ვიდეოს აღწერაში იქნება ლინკი და თუ ამ ლინკის მეშვეობით დარეგისტრირდებით, უფასოდ დაგერიცხებათ 300 კრედიტი, რაც დაახლოებით ნიშნავს 20-მდე გენერაციას და თითო გენერაციაზე, ესე იგი, აკეთებს 2 სიმღერას, 2 ვერსიას. გარდა ამისა, ყოველდღიურად, როდესაც შემოხვათ საიტზე, ყოველდღიურად დაგერიცხებათ 150 კრედიტი. ანუ საკმაოდ ბევრის შესაძლებლობას იძლევა ეს პლატფორმა უფასოდ. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება მაქსიმალურად დავრეგისტრირდეთ ამ პლატფორმაზე, რაც უფრო მეტი რეგისტრაცია იქნება, სპონსორის კმაყოფილი დარჩება, თქვენც, ესე იგი, შეძლებთ უფასოდ ყოველდღიურად აგენერიროთ მუსიკა, სიმღერები და რა თქმა უნდა ჩემთვისაც იქნება დიდი мотиваცია. აი შეგვიძლია დავიწყოთ, ესე იგი, ესე გამოიყურება ჩვენი საიტი, როდესაც გადახვათ ლინკზე, უნდა გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია, შეგიძლიათ პირდაპირ Google-ის აკაუნთით გაიაროთ ავტორიზაცია. ეს არის მთავარი გვერდი Tune AI. ამ მუსიკის გენერატორებს ცოტა უცნაური სახელები აქვს Suno AI, Tune AI, მაგრამ რას ვიზამთ? ვიდეოს განმავლობაში ვიქნები მაქსიმალურად ობიექტური. უილად არ დავიწყებ ახლა ამის ქებადიდებას, რომ აუ როგორი მაგარი პლატფორმაა და აი Suno AI დაივიწყეთ და რაღაც ესეთი ფრაზები არ იქნება. მაქსიმალურად ვიქნები ობიექტური და თქვენ თვითონ შეაფასეთ მოკლედ რა შეუძლია ამ პლატფორმას. საიტი არის საკმაოდ ისეთი მინიმალისტური, გვაქვს ცენტრში, ესე იგი პრომპტის ველი, სადაც შეგვიძლია ინსტრუქციები გავუწეროთ და ასევე შეგვიძლია ფაილების ატვირთვა. ეს ფაილი შეიძლება იყოს აუდიო ფაილი, ანუ მაგალითად ორიგინალი მუსიკა, ორიგინალი სიმღერა, შეგვიძლია ავუტვირთოთ ვიდეო, ან შეგვიძლია ავუტვირთოთ სურათი და მაგალითად ამ სურათის საფუძველზე დააგენერებს შექმნის სიმღერას. აი, მოკლედ შეგვიძლია დავიწყოთ. პირველი შევქმნათ მოდი ქართული სიმღერა. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ იოსებ გრიშაშვილის ლექსს. ვიქნები კადრიერი და გამოვიყენებ, ავამღერებ მოკლედ ლინკებთან ერთად პრომპტებს, რასაც გამოვიყენებ ვიდეოს განმავლობაში, ყველაფერს ვიდეოს აღწერაში ჩავაგდებ და შეგიძლიათ თქვენს გამოიყენოთ. ესე იგი, შეგვიძლია ქართულად მიწეროთ ინსტრუქცია, ქართულად ვესაუბროთ, ჩატის რეჟიმში ხდება მოკლედ სიმღერების გენერაცია, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ ესე იგი, პრომპტები და ინსტრუქციები გავუწეროთ ინგლისურად. მარტივად შეგიძლიათ მონახაზი დავუწეროთ რომელიმე ჩატბოტს, ChatGPT-ის, Gemini-ის, არ აქვს მნიშვნელობა და სწავლოთ სიმღერების გენერატორისთვის პრომპტის შექმნა და ის უფრო პროფესიონალურად ჩამოგეყალიბებთ პრომპტს. ამ შემთხვევაში მე გამზადებული მაქვს პრომპტიც და სიმღერის ტექსტიც. მოდი დავაკოპირებ და ჩავსვამ პირდაპირ და შეგახედებთ რა ხდება მოკლედ. პირველი ნაწილი ეს არის ინსტრუქცია, ანუ როგორი ტიპის სიმღერა გვინდა. თვითონ ლექსი არის, ესე იგი, პატრიოტული, სამშობლოს ეძღვნება და სიმღერაც იქნება ისეთი აი რაღაც საბრძოლო ხასიათის, მოკლედ ტრადიციული ქართული და ნახოთ რას დააგენერირებს. აი, მოკლედ, აქ მეტი არაფერი არ გვჭირდება, ინსტრუქციები გვაქვს, ტექსტი სიმღერის გვაქვს. ის გადაგჩენია, დავაჭიროთ start cooking relax და ვნახოთ რა მოხდება. გაიხსნა ჩატი, მარცხენა მხარეს გვაქვს ჩატი, ან როგორც ხედავთ, ქართულადაც გვიპასუხა და აქ ვეუბნება, რომ მოკლედ გასაგები გაიგო, რაც გვჭირდება და შექმნის ქართულ ტრადიციულ, რაღაცა საბრძოლო ხასიათის მქონე სიმღერას. ამ შემთხვევაში ამუშავებს ჩვენ მიერ მიცემულ ინსტრუქციას, ანუ პრომპტს. აი როგორც ხედავთ, ესე იგი ორი ვერსია გენერირდება, გამოჩნდა აქეთ მარჯვენა მხარეს.
ეს dashboard-ის ეს ნაწილი მაგონებს N8-ის dashboard-ს, ეს შეგვიძლია ვამოძრავოთ ეს ელემენტი. N8 არის პლატფორმა, სადაც ხდება AI აგენტების შექმნა. იქაც დაახლოებით რაღაცა ესეთი ტიპის dashboard-ი გვაქვს. მოკლედ შეიქმნა ჩვენი სიმღერები და ნახოთ რა გამოვიდა. ერთად მოვუსმინოთ. ეს დაჩემია, ეს ქეჩემია, მე ვიმეორე ყოველთვის მარე. Swiss მიწის ხვეჭა, ჩვენ არ გვჩვევია, ჩვენ საკუთარი, ჩვენიც ვიგმარე. ძალიან კაია, ჩემი აზრით. მე მომეწონა. მოდი ნახოთ მეორე ვერსია. ეს მთა ჩემია, ეს ხე ჩემია, მე ვიმეორე ყოველთვის მარე. Swiss მიწის ხვეჭა, ჩვენ არ გვჩვევია, ჩვენ საკუთარი, ჩვენიც ვიგმარე. ესე ძალიან კაია, ორივე მაგარია, ჩემი აზრით, კარგი შედეგია. სიტყვებსაც კარგად გამოთქვამს, ძალიან ოდნავ შეიძლება მოგეჩვენოს რომ ცოტა ისა რაღაც აქცენტი, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კაი შედეგია ჩემი აზრით. როდესაც დაგენერირდება სიმღერა, პირველი 2-3 წუთი edit-ი არ შეგვიძლია, უნდა დავალოთ ცოტა ხანი და შემდეგ უკვე შესაძლებელია edit-ი, ანუ შეგვიძლია, ესე იგი, სიმღერის დეტალების შეცვლა, შეგვიძლია ტექსტის შეცვლა, თუ მაგალითად რამე შეცდომა გაგვიყვარა, შეგვიძლია მარტივად აი დავაჭიროთ edit lyrics და აქ ესე იგი, რა არის, აი აქ შევძლებთ მოკლედ ტექსტის ჩასწორებას, ეს პრობლემა არ არის. რაც შეეხება, ესე იგი, გადმოწერას, სიმღერების გადმოწერას, შეგვიძლია ამ 3 წერტილს დავაჭირო და შემდეგ download მიცე და აქ გვექნება რამდენიმე ოფცია MP3, WAV file და ასე შემდეგ. მოკლედ, ნებისმიერი ფორმატი შეგვიძლია გადმოწეროთ. აი, მოკლედ ესე მარტივად შეგვიძლია ქართულენოვანი სიმღერების შექმნა. მე სანამ ვიდეოს ჩავწერდი, რა თქმა უნდა, გავტესტე ეს პლატფორმა და ესე იგი, ქართულად ბევრი გავაკეთე და აი იშვიათად რომ რაღაც შეცდომა დავუშვათ. თუ ძალიან რაღაცა რთული სიტყვა არ არის და ძალიან ქართულისთვის დამახასიათებელი ბგერები არ არის, ამ შემთხვევაში ფაქტიურად არ უშვებ შეცდომებს, აი ძალიან იშვიათად და საკმაოდ მაღალი ხარისხის სიმღერებს ქმნის. აი, შეგვიძლია გადავიდეთ ვიდეოს მეორე ნაწილზე, სადაც უნდა შევქმნათ cover-ი, Coolios სიმღერის cover-ი blues-ის სტილში. ესე იგი, მოდი ავტვირთოთ ორიგინალი სიმღერა. ეს არის ორიგინალი სიმღერა და შემდეგ ჩავაგდებ prompts, სადაც გვაქვს, ესე იგი, ვიდეოს ტექსტიც. როდესაც ვტვირთავთ ორიგინალ სიმღერას, მოდელს შეუძლია თვითონვე, ესე იგი, გაშიფროს ტექსტი ამ აუდიოდან, თუმცა მაინც უმჯობესია, რომ ჩვენ თვითონაც გავუწეროთ, ესე იგი, ხელით პრომპტში სიმღერის ტექსტი. ესე იგი, აქაც ორი ნაწილისგან შედგება ჩვენი პრომპტი. პირველი არის ინსტრუქცია, როგორი ტიპის სიმღერა გვინდა. ვეუბნებით, რომ 1950-იან წლების რაღაცა ბლუზის სტილის სიმღერა და შემდეგ გვაქვს უკვე უშუალოდ სიმღერის ტექსტი. ასევე როგორც ხედავთ, აქ მაქვს მიცემული ინსტრუქცია, მითითება, რომ ეს, ესე იგი, ტექსტი არ შეცვალოს და გეტყვით რატომ იწერია ეს. მოკლედ იგივენაირად გაიხსნა ჩატი და დაიწყო ჩვენი, ესე იგი, სიმღერის შექმნა. ჯერ პირველ რიგში მოახდენს ამ ფაილის ანალიზს, ესე რომ ვთქვათ. აი აქ გვეუბნება, რომ ესე იგი, მოახდენო ანალიზო, ორიგინალი სიმღერისო. აქ თვითონვე გაშიფრა, ესე იგი, სიმღერის ტექსტი, ანუ ჩვენ რო არ გაგვეწერა თავიდან სიმღერის ტექსტი, მაინც დააგენერირებ და მაინც გვაჩვენებდა აქ ზუსტად იმ ტექსტს, რაც არის სიმღერაში. აქაც ქართული სიმღერის მსგავსად გვეკითხება, როგორი ტიპის სიმღერა დააგენერიროს. გვაქვს 3 სხვადასხვა ვარიანტი. მე ხა რაღაც პროფესიონალი მუსიკოსი არ ვარ, დიდად ეხა ბლუზის მიმართულებით ვერ ვერკვევი ეხა და მოდი ავიჩევ ერთ-ერთს იყოს პირველი მაგალითად. მაგრამ სანამ ავიჩევ, გეტყვით ერთ რაღაცას. ესე იგი, აქ ეხა როცა საქმე ეხება ორიგინალ სიმღერას, ალბათ ყველას გვიჩნდება კითხვა copyright-თან, ანუ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში თვითონ სიმღერას არ ბლოკავს. რამდენჯერმე უბრალოდ, როდესაც აუტვირთე სიმღერა ტექსტი, თვითონ შემიცვალა ტექსტი. ანუ ორიგინალ ტექსტთან მიახლოებული ტექსტი შექმნა, შინაარსობრივად ძალიან მსგავსი იყო, მაგრამ ერთ-ერთში ის არ იყო. თუმცა ამის მიუხედავად, როცა დავაგენერირე სიმღერა, შემდეგ ძალიან მარტივად გავუკეთე edit-ი ტექსტს, როგორც წერან გაჩვენეთ და შემდეგ უკვე ორიგინალი ტექსტით დააგენერირა ახლიდან სიმღერა. ნახოთ ახლა ამ შემთხვევაში რას იზამს. ავირჩევ პირველ ვერსიას და მოდი ვნახოთ რა შექმნის. აქ გვეუბნება, რომ ესე იგი ამ ორიგინალ სიმღერას გამოიყენებს რეფერენსად, ანუ ნიმუშად. შემდეგ ახდენს, ესე იგი, პრომპტის დამუშავებას, ანუ იმ ინსტრუქციების დამუშავებას, რაც მივეცით. აი, როგორც გითხარით, დაიწყო ტექსტის შექმნა. ანუ
ის ტექსტი არ გამოიყენა, რაც ქონდა გაწერილი და რაც თვითონ გაშიფრა აუდიოდან, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, ამას მარტივად მოვაგვარ. მოკლედ დაგენერიდა ჩვენი სიმღერები და მოდი ერთად ნახოთ რა შექმნა. Down this road where shadows never live, I counted every wrong and came up empty-handed. Laughed too loud, shot too fast through the night. Mama turned her face as I ხო, მოკლედ, ესე იგი, მელოდიურად გავს, ორიგინალი აუდიოდან არის აღებული მელოდია, უბრალოდ ტექსტი არის შეცვლილი და მოდი ბარემ ეს ტექსტი, ესე იგი, შევცვალოთ და გამოვიყენოთ ორიგინალი ტექსტი. ამისთვის გვჭირდება, ესე იგი, edit lyrics ფუნქცია, თუმცა წერა როგორც გითხარით, უნდა დაველოდოთ ალბათ 2-3 წუთი და ამის შემდეგ მოგცემს უკვე უფლებას, რომ შევცვალოთ ტექსტი. კაი, შევცვალოთ მოდი ტექსტი, დავაჭიროთ edit lyrics ფუნქციას, შემდეგ მოვნიშნოთ ეს და ჩავსვათ ჩვენი ტექსტი. ამის შემდეგ უბრალოდ უნდა მიცეთ generate და თავიდან დააგენერირებს ჩვენს სიმღერას. დაგენერირდა მეგობრებო ჩვენი სიმღერები, მოდი ერთად ნახოთ თუ შეასრულა ჩვენი დავალება და თუ შეცვალა ტექსტი, გაუშვათ. As I walk through the valley of the shadow of death, I take a look at my life and realize there's nothing left. Cause I've been blasting and laughing so long. They hate the trip, but I got a logo. As they grow up, I see my paradise. Been spending most their lives living in a gangster. ჩემი აზრით ძალიან კაია, ტექსტი შეცვლილია, მელოდია შენარჩუნებულია და მართლა ნამდვილი ქავერი გვაქვს. ეხა თავს ვერ დავდებ, რომ აი 1950-იან წლებში რაღაცა ზუსტად ესეთი ბლუზის სიმღერები იქნებოდა, არ ვიცი, ეხა ვიღაც მუსიკოსმა შეიძლება სხვანაირად შეაფოცოს, მაგრამ ნუ ერთი შეხედვით რაღაცა იქაური იმდროინდელი რაღაცა ეს რეტრო სტილის ელემენტები გვაქვს, მელოდია შენარჩუნებულია, ტექსტი ორიგინალი გვაქვს და მოკლედ საერთო ჯამში ჩემთვის, ჩემი აზრით, ძალიან კაი შედეგია. მოკლედ ესე შეგვიძლია შექმნათ სხვადასხვა ცნობილი სიმღერების ქავერები. ეხლა არ არის აუცილებელი რაღაცა ბლუზის სტილში იყოს, შეიძლება რაღაცა ჯაზი, როკი, ჰიპ-ჰოპი. ეს თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ რაც მოგესურვებთ ის გააკეთეთ. Copyright-საც შეეხება ამ YouTube ვიდეოში გამოყენებული მაქვს, ესე იგი ორივე სიმღერა, ორივე ვერსია, გულისხმობ ქართულს და ასევე cover-ს და მოკლედ არაფერი შეზღუდვა არ დაუდია YouTube-ს, ჩვეულებრივად გაატარა და უპრობლემოდ ავტვირთე მოკლედ ორივე ვერსია. კაი, ეხლა რომ შევადაროთ, ესე იგი Suno AI-ს, რომელიც ალბათ ნომერ პირველია დღესდღეობით ბაზარზე, ყველაზე პოპულარული და ყველაზე გამოყენებადი ალბათ Suno AI-ია. Suno შემთხვევაში, აი ხა ვცდი ამ სიმღერის ატვირთვას, ანუ ორიგინალი სიმღერის ატვირთვას და ნახოთ მომცემს თუ არა ამის უფლებას. როგორც ხედავთ, მიწერს errors, ანუ შუა ატვირთვის პროცესში შეწყვიტა ატვირთვა სიმღერის და დამიწერა error-ი. მოკლედ ორიგინალი სიმღერების ატვირთვის უფლებას Suno არ იძლევა. ამ შემთხვევაში ხა რო გაუწეროთ სიმღერის ტექსტი, ან სიტყვაზე გაუწეროთ სტილი, იგივე ინსტრუქციები და მიუთითოთ, რომ ქულიო სიმღერაა და ზუსტად იგივე მელოდიაში გააკეთოს, არ გააკეთეს. მოკლედ ბლუზის სტილში გააკეთეს, საკმაოდ კარგ ხარისხს დადებს, საკმაოდ კარგ ვერსიებსაც შემოგთავაზებს, მაგრამ ორიგინალ მელოდიას ვერ შემოგთავაზებს. ასე რომ Suno-ს და Tunis შორის ეგ სხვაობაა. შეგვიძლია Tunis შემთხვევაში შეგვიძლია, მოკლედ ნებისმიერი სიმღერის ქავერი გავაკეთოთ. თუმცა რა თქმა უნდა, ის იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც Suno-ს ვაკნინებ და აი Suno აღარ გამოიყენო და გადავიდეთ ხა Tune AI-ზე, აი ესე არ არის. უბრალოდ ამ შემთხვევაში თუ გინდა რომ ქავერები გავაკეთოთ, Suno-ს ვერ გამოვიყენებთ, ან თუ გამოვიყენებთ, ამ შემთხვევაში მელოდია არ გვექნება, ორიგინალი მელოდია არ გვექნება. Tunis შემთხვევაში შეგიძლიათ ქავერები გააკეთოთ. არ ვიცი ხა შეიძლება რაღაცები იმენაც დაბლოკოს, მე პირადად ეს დღეები რაც ტესტავ, არაფერი დაუბლოკავს, ერთადერთი ამ ორიგინალ ტექსტებს ცulis თვითონ, მაგრამ შემდეგ ვარედაქტირებ და ვცვლი ორიგინალი ტექსტით. დანარჩენი ჯერჯერობით პრობლემა არ მქონია. თქვენი აზრი და თქვენი გამოცდილებაც საინტერესო იქნება, დამიწერეთ კომენტარებში, თუ თქვათ გააკეთებინეთ ყველაფერს, ანუ არ დაბლოკავს არაფერს, ტექსტებს არ შეგეცვლით, მოკლედ ყველაფერი შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში. კაი, მოკლედ სულ ეს იყო, ესე შეგიძლიათ შექმნათ ქართულენოვანი სიმღერები და ქავერები. ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში, გადადით ლინკზე და დაგერიცხებათ უფასო 300 კრედიტი. ამ ლინკით თუ არ დარეგისტრირდებით, ნაკლები კრედიტები დაგერიცხებათ, ასე რომ გამოიყენეთ ზუსტად ის ლინკი, რაც მექნება აღწერაში. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ეხლა კი წავედით.